წინვარ ევროპაში ხუსულობას დაინტერესებს ევროპა. მორი მიგა ლატვიას და როგორც მოგახსენებათ 1 ოქტომბერს ამ ორგანიზაციამ თავისუფალი აზრის სახლმა განაახლა თავისი მუშაობა მიდის გარკვეული რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია მისი მუშაობისა ჯერჯერობით ვერ დავიმსახურეთ პრესის და ტელევიზიის ყურადღება სიყვარულზე არ არის ლაპარაკი რა თქმა უნდა ყურადღებას ვერ დავიმსახურეთ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ალბათ დაგვეთანხმებით რომ ეს პერიოდი უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში ბევრი მოვლენის გამო ბევრი ფაქტის გამო დღეს მართალია ბოლო დღეა მაგრამ არ ამგონია ამ ბოლო დღემ რაღაც განსაკუთრებული განსაკუთრებულობა შემოიტანოს შედარებით იმ განსაკუთრებულობასთან რაც მთელი თვის განმავლობაში დაწყებული საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისგან დაწყებული დღემდე რაც მოხდა ისე საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გაცილებით უფრო რეზონანსული, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ალბათ საზოგადოებამაც ნახა რომ ცოტა უცნაურად ბლიც ვიზიტი იყო რაღაც 2 საათნახევრიანი, ალბათ თავისი გამართლება ჰქონდა პოლიტიკურიც, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის კომენტარები, რომელსაც ალბათ ელოდა მთელი მსოფლიოც, ქართული საზოგადოებაც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერისაგან იმის თაობაზე თუ რა ხდება ევროპაში, რა ხდება მსოფლიოში, ეს გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე იმის მოსმენა, რომ თურმე საფრანგეთი და რუსეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი ამოცანა დღეს ყოველ შემთხვევაში ალბათ არ არის, თუმცა თუ ასეთ სურვილი იქნება, ამ სურვილსაც ჩვენ ვერ გავექცევით და უნდა დავაკმაყოფილოთ ეს სურვილი. არ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახასიათება და მისი შეფასება. 20 წლის განმავლობაში მისმა მოქმედებებმა, მისმა ნაბიჯებმა და მის მიერ შეტანილმა წვლილმა დღევანდელი საქართველოს და ჩვენი საზოგადოების განვითარებაში გაცილებით მეტყველია ყველაფერი ეს, ვიდრე ნებისმიერი შეფასება, ვიდრე ნებისმიერი აღფრთოვანებული ეპიტეტი და ასე შემდეგ. ალბათ არც ერთი კი არა, ყველა ქველმოქმედის ნამოღვაწარი საქართველოს ისტორიაში ვინც ყავდა, რომ დაჯამდეს, შეიძლება ტოლობის ნიშანიც კი და იგივობის ნიშანი დავსვათ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეულ ქველმოქმედებასთან, რომელიც ეხებოდა არა მარტო ცალკეულ პიროვნებებს, თუმცა მათაც რა თქმა უნდა, არამედ მთლიანად ჩვენს ყოფას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს სულიერებას და საქართველოს აღორძინებას ყველაზე ფართო გაგებით ამცნებისა. ყველაზე გაუგებარ სიტუაციაში, ჩემი აზრით, ისევ ქართული საზოგადოებაა. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რომელმაც კაცად რომ თქვას არც იცის რეალური და კაფიო და ნათელი გეგმები არც ერთი მხარის, არც მეორე მხარის, ოპოზიციას მე მესამე მხარეს ვერ დაუძახებ, იმიტომ რომ ჯერჯერობით მესამე მხარის როლში ნამდვილად არ ჩანს და არ გამოდის და იმ სცენაზე, სადაც ძირითადში დღეს არის ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა, ხელისუფლება და ბატონი ბიძინას, ასე ვთქვათ, პიროვნება და მისი ჯგუფი, ოპოზიცია ალბათ მეორე ჯარისკაცის თუ მესამე ჯარისკაცის როლში თუ გვევლინება, მაგრამ საზოგადოება სამწუხაროდ საერთოდ არანაირ როლში არ გვევლინება ჯერჯერობით. და ჩვენ როგორც საზოგადოების ერთი ნაწილი, ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც არსებული და კონკრეტული ნაწილი, ალბათ უნდა გარკვეულად ჩამოყალიბდეთ და ჩვენი საკუთარი აზრი მთელ ამ პროცესებზე ძალიან კაფიოდ, ძალიან ნათლად ჯერ ერთმანეთში დავაფიქსიროთ და შემდეგ ეს აზრი მივიტანოთ სადაც ჯერ არს. თავისუფალი აზრის სახლის საბჭოს გადაწყვეტილებით ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭიროა უფრო ფართო კონტაქტების დამყარება საქართველოში უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებთან და უცხოეთის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. უკვე დაიგებმა და 4-ში პარასკევს გაიმართება აქ ამ დარბაზში შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან, ედვარდ გარდნერთან იქნება შეხვედრა. კონკრეტულ ციფრებს დავასახელებ, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ თვითონ ეს პროექტი მომზადდა ბატონმა გემოგახსენეს 7 ოქტომბრამდე, ესე იგი ბიძინამდელ რეჟიმში და იმის შემდეგ ხელისუფლება გარკვეულწილად
მოახდენს და უკვე ახდენს გარკვეულ კორექტივების შეტანას აღნიშნულ პარამეტრებში, თუმცა ეს პარამეტრები ჯერ საზოგადოებისათვის არაა ცნობილი. მე რა გამოვიწყო, რომ ზოგიერთი მონაცემის დაზუსტება, შესწორება გამოვიდეს დღესაღამოდ, როდესაც პრემიერი გილაური ტელევიზიით გააკეთებს განცხადებას მთავრობის ადჰოკიანი პროგრამის შესახებ, მაგრამ როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით უკვე დამტკიცებული ბიუჯეტი მომავალი წლისა განსხვავდება ღირებული დაახლოებით 150-დან 300 მილიონი ლარი წელს გააჩნია წლების მიხედვით. ამიტომ თუ აღნიშნულ პროექტში ჩადებულია ციფრი, შეიძლება ეს ციფრი შეეცვალოს და საკმარისადაც. თუმცა ჩვენ არ გვაქვს მიმჟღავნოთ საშუალება იმაზე, რა ჯერ არ გვინახია, რა ციფრები იქნება წარმოდგენილი ხელახლა მთავრობის მიერ პარლამენტში განსახილველად და შევეცდები აი პარამეტრებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რაც უკვე განსაჯაროებულია. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ ბიუჯეტის შემოსავლები პროექტით იზრდება მხოლოდ 4.8%-ით. შევეცდები ძალიან ბევრი ციფრით არ გადაგვალოთ, უბრალოდ ძირითად ტენდენციებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. რას ნიშნავს ეს? თვითონ თლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი ჩადებულია 7%-ის დონეზე, ანუ რეალურ განზომილებაში ბიუჯეტის შემოსავლები კი არ იზრდება, არამედ მცირდება დაახლოებით 2.1%-ით. ესე იგი 2012 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იქნება წინა წლის მხოლოდ 97.9%-ის დონეზე. თუმცა აქ არის გარკვეული პოზიტიური პარამეტრები ჩადებული, კერძოდ ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა მოხდეს დეფიციტის შემცირება 0.1%-იანი პუნქტით თლიან შიდა პროდუქტთან 3.7%-დან 3.6%-მდე და სახელმწიფო ვალის მოცულობა, რომელიც მოიცავს როგორც შიდა ისე საგარეო სახელმწიფო ვალს 0.9%-იანი პუნქტით 46%-დან 39.7%-მდე. აი ეს დადებითთან დაკავშირებით. გადასახადებთან არის საინტერესო კონფიგურაცია. აქ არის გადასახადები იზრდება 8%-ით, ესე იგი ფაქტობრივად უფრო მეტი აქვს ზრდის ტემპი ვიდრე ინფლაციის ან დეფლაციის მაჩვენებელს, ისინი თანაბარ 7%-ის დონეზეა გეგმის მიხედვით მიჩნეული, ანუ რეალურ განზომილებაში გადასახადების აკუმულირების მაჩვენებელი მომავალ წელს გაიზრდება 0.19%-ით. გადასახადების სილად მინდა მოგახსენოთ, რომ მოდის ბიუჯეტის შემოსავლების 19%-ზე მეტი და თქვენ იმ სტრუქტურას აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა. მე ვფიქრობ პოზიტიურ მომენტად ვითვლება, რომ იზრდება მოგების გადასახადი გაცილებით სწრაფად, ვიდრე სხვა სახის მაგალითად დამატებული ღირებულების გადასახადი თითქმის ორჯერ უფრო მაღალი ტემპი აქვს, მაგრამ რო შევადაროთ ესეთი საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ ნახევარს შეადგენს, ნახევარზე ოდნავ მოგების გადასახადი. დამტლიანად თანაფარდობა პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადების შორის არის დაახლოებით 40-60-თან. ეს იგი არაპირდაპირ გადასახადების სილი ჯერ კიდევ დიდია. საქართველოში აი გადასახადების აკრების თითქმის ნახევარი დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის. ესე იგი ოპერაციებზე და რა რეალურ სექტორზე. სხვადასხვა რეალურ სექტორის მოცულობაც მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული არის გაიზრდება, მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2013 წლის დონეს. 2013 წელში იყო დაახლოებით 53% თლიანი შიდა პროდუქტის რეალურ სექტორზე. რეალურ სექტორში იგულისხმება მრეწველობა თავის ყველა დარგით, ენერგეტიკის ჩათვლით, წყალმომარაგების ჩათვლით, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და შინამეურნეობის მიერ აი სამრეწველო გადამუშავება პროდუქციისა. და ეს დაეცა 53-დან 26%-მდე. ესე ფაქტურად თლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ძირითადად მომსახურების, მათ შორის საფინანსო შუამავლობის, საბანკო სექტორის, მართლობის ხარჯების გაზრდის ხარჯზე მიღწეული. ამიტომ თლიანობაში ეს მაინც ეფექტური საშუალება არ იყო ეკონომიკის ზრდის. ცირდება იმის გამო, რომ გადასახადების მოცულობის ზრდის ტემპი ჩამორჩება თლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურ მატებას
ესე იგი აბსოლუტური რეალური მატების ტემპი არის გათვალისწინებული 5.9%-ის მთლიანი შიდა პროდუქტის, ხოლო ნომინალურად ფასების ზრდის ინფლაციის გათვალისწინებით 12.19%. აღნიშნულის გამო ესე იგი ბიუჯეტის საგადასახადო ტვირთი, ანუ საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მთლიანი შიდა პროდუქტთან ოდნავ მცირდება დაახლოებით 1%-ული პუნქტით. მაგრამ აქ მინდა ერთ ასპექტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. საქართველოში არის ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფო ბიუჯეტში, ესე იგი ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების და საერთოდ შემოსავლების აკუმულირებისა. ჩვენთან ეს მაჩვენებელი აღწევს 93%-ს. ხოლო 7%-ის აკუმულირება ხდება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და ავტონომიების ბიუჯეტებში. შედარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს თანაფარდობა ჩვენთან თუ არის 93%, ამერიკაში ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების წილი სულ სახელმწიფო შემოსავლებში შეადგენს დაახლოებით 60%. მართალი სხვა სტრუქტურაა, მაგრამ აქაც მეტყვი შედარებისთვის ეს მდგომარეობა შეიძლება. ადგილობრივი ბიუჯეტების წილად მოდის მხოლოდ 400 მილიონი ლარის შემოსავლები და აქედან 300 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლები. დანარჩენს იზრდებოდა ტრანსფერების სახით. ტრანსფერების სიდიდე წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 900 მილიონ ლარს, იზრდება მისი მოცულობა დაახლოებით 55 მილიონი ლარის წინა წელთან შედარებით. მათ შორის ქალაქ თბილისის მიხედვითაც თითქმის 27% არის ადგილობრივი შემოსავლები და დანარჩენი ტრანსფერის სახით იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისი. მთლიანობაში თანაფარდობა ადგილობრივი მობილიზებული რესურსებსა და ტრანსფერების შორის არის დაახლოებით 1/2-თან. ესე იგი, მთელი ბიუჯეტის 2/3 ტრანსფერების ხარჯზე მოდის ადგილობრივი თვითმმართველი და ავტონომიების ბიუჯეტებში. 2012 წელს მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის საგარეო ვალი 552 მილიონი ამერიკული დოლარით, ანუ 12.4%. ეს მნიშვნელოვნად აღემატება საბიუჯეტო შემოსავლებისა და მათ შორის საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპს. საგარეო ვალის მოცულობა თითქმის 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. ხოლო თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება 32%-ის დონეზე. მომსახურების პერიოდი მერყეობს დაახლოებით 3 წლიდან 25 წლამდე. ეს სხვადასხვა ვალებია, სხვადასხვა ინსტიტუტთან, ანკიდო ქვეყანასთან. ხოლო მაგასაც მოგახსენებთ, რამდენი იხარჯება ქვეყნის მომსახურებაზე. სახელმწიფო ვალის თანაფარდობა, აქ იგულისხმება როგორც შიდა, ისე საგარეო ვალი თანაფარდობა არის დაახლოებით 80% ქვეყნის სახელმწიფო ვალებისა მოდის საგარეო ვალებზე, 20% ქვეყნის შიდა ვალებისა. მაგრამ სახელმწიფო ვალების გარდა აქვს ვალები ცალკეულ კორპორაციებს, ფინანსურ სექტორს, საბანკო სექტორს და სახელმწიფო წილი ამ ვალებში არის დაახლოებით 40%. ესე იგი, ის დაახლოებით თითქმის 6 მილიარდ დოლარამდე სახელმწიფო ვალი არის 40% დაახლოებით, მე ახლა ციფრებს ვამგვალებ, იმ ვალებისა, რაც საქართველოს როგორც ინსტიტუცია, როგორც საზოგადოებას გააჩნია უცხოელების მიმართ. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და მან შეიძლება გავლენა არ მოახდინოს ქვეყნის ფინანსურ დამოკიდებულებაზე. ესე იგი, სახელმწიფო ვალის თანაფარდობა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებთან არის დაახლოებით 150%-ის დონეზე. ესე იგი, ქვეყნის ვალების თანაფარდობა ბიუჯეტთან არის დაახლოებით 150%-ის დონეზე. შიდა ვალებში 20% ზარეთ, ხო? იმ სახელმწიფო ვალების 20% შიდა ვალებზეა. დიახ. ბოლო 4 წლის მანძილზე, ესე იგი 2008 წლიდან 2011 ჩათვლით მარტო საგარეო ვალის მომსახურებაზე, ახლა არ არის ძირითადი ვალის გადახდას, ლაპარაკია აღებული სესხების, კრედიტების საპროცენტო მომსახურებაზე. გადახდილია 313 მილიონი დოლარი. ესე იგი, თავის თანხა ეს სხვა არის. მარტო პროცენტის სახით გადახდილია 313 მილიონი დოლარი. ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგივე ოპერაციებზე გათვალისწინებულია 424 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა. ეს მარტო საპროცენტო მომსახურებაა, ესე იგი. არა, ჯამში ეს არის. ესე იგი, მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით
ბოლო ესე იგი 2008 წლიდან 2015 წლის ჩათვლით საქართველოს მარტო საპროცენტო მომსახურების სახით ძირითადი ვალის დაფარვის გარეშე ის სხვა თანხა კიდევ რა თქმა უნდა პრომეტი დაშიდება 728 მილიონი ამერიკული დოლარი. აპენსიო ფონდზე თუ რამეა გამოყოფილი თუ განხილული ამ წელს? დაახლოებით 900 მილიონი ლარის ოდენობის გამოყოფილი. შედარებით გასულ წელთან დაახლოებით მეტია. ცოტა მეტია. $100 ავა პენსია ესეა ჩადებული? არა, $100-ზე ვერ ვარ, იმიტომ რომ გათვალისწინებულია 100 ლარზე იქნება დაახლოებით 1 ლარი არის ფარგლებში შენარჩუნებული, ესე იგი 1 ლარი და 71 ამერიკულ დოლარში ეს პროექტი ესეა ჩადებული, ხოლო პენსია უმეტია გათვალისწინებული, ესე იგი 100 ლარის ფარგლებში შრომისუნარი ესე იგი საპენსიო საკითხათვის და მინიმალური პენსია 55 ლარის დონეზე შეგვეცემა. მე არ ვიცი, შეიძლება ეს ძალიან სენსაციური, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლება უკვე ემზადება იმისათვის, რომ საქართველოში მიწები არ იყოს კერძო საკუთრებაში. კერძო. 1 ივლისიდან ცვლილებები შევიდა ამ კანონში და 1 ივლისიდან გაძვირდა რეგისტრაციის გადასახადი 20-ჯერ. მე ვიცი, ახლა მოვიარა დაახლოებით 10 რაიონი და შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობა ვერ იფორმებს ვერც იმას, რაც მამაპაპამ დაუტოვა, ვერც იმას, რაც შემოღობა და ფაქტიურად რასაც ფლობს. არა მხოლოდ ის, რაც მას დაუტოვეს, არამედ რასაც ფლობს. 20-ჯერ გაიზარდა. ეხლა მე გეტყვით ამ ინფორმაციასაც, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან და ეს შემთხვევით არ არის ბადონოსოს რა ბრძანა აქა, რომ 1 იანვრიდან ადამიანები, რომლებიც ვერ გაატარებენ რეგისტრაციაში, ვერც კერძო პირი და ვერც ორგანიზაცია, არაფერი 1 წელი არ არის, 2 თვე დარჩა. 2 თვე დარჩა. მთლიანად გადადის მისი საკუთრება, ეს კანონიერად ფლობდა თუ ისე ფლობელი იყო, მთლიანად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში და მერე უნდა იყიდო აუქციონზე. ამიტომ კიდევ ვამბობ, რომ იმას, რომელზეც შენ მამაპაპამ დაგიტოვა და იმას ვერ იფორმებ, იმიტომ რომ 20-ჯერ გაფორმდა და 20-ჯერ გაძვირდა, იმას, რომელიც შენ იყიდე თავის დროზე, იყიდე, მაგრამ ვერ იფორმებ, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, 1 კვადრატული სადღაც 20-ჯერ მეტად გაძვირდა, გამოდის რა, რომ იმას აუქციონზე ხო საერთოდ ვერ იყიდია რა. ამიტომ კიდევ ვამბობ, რომ მთლიანი მობილიზაცია ხდება ქართული მიწის. და ეს არ არის არც და ამასთან დაკავშირებით რაჭა, სადაც ცხოვრობდა 70,000 კაცი და ახლა ცხოვრობს 22,000 კაცი, სულ დაიცლება. და ამიტომ კიდევ ვამბობ, რომ ეს არის თუ თქვენ გინდა და ჩვენ გვინდა ბატონო, მაგრამ ჩვენ აი ზუსტად მაგას ვამბობ. მე დღეს არა. სახელის ვიშარო ერთი წამი, ესე ნუ ჩავერთველი. ანზო, ფორმაზო დაამთავრე. შეიძლება რა, ამიტომ საკითხით გას, მე და ბადონსოსის უნდა მეკითხა, რომ 2005 წლიდან გაუქმებულია საპენსიო უზრუნველყოფის კანონი. ხო სწორია? რა წერია ბიუჯეტში? პენსია? არა, კომპენსაცია. რა წერია? მითხარით რა წერია ბადონსოსზე? სოციალური დახმარება მეგონია რა. ასეთი აი მაგ ლუხს რა ქვია? პენსია არ ქვია. აი ამას ვამბობ, რომ ხალხმა არ იცის, რომ პენსიას კი არა, მათ ხორულ დახმარებას იღებდა. ეს უნდა უთხრა ხალხს. ის უნდა უთხრა, რომ ხვალ იმ მიწაზე ერთ ნაბიჯს ვერ დადგავს, იმიტომ რომ დღეს თუ ვერ იფორმებს, ხო? ხვალ საერთოდ აუქციონზე ვეღარ იყიდის, იმიტომ რომ აუქციონის წესები ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ როდესაც ამდენი მეცნიერები და ისინი, ხო? მე პირადად დავიღალე თეორიებით რა. მე პირადად და თუ ვინმე კიდე ფიქრობს, რომ თეორიებით აშენდება ეს საქართველო, კეთილინება და იღავით, მაგრამ ფაქტიურად არ არის, არანაირად. კიდევ ვამბობ, ვინმეს დაუთვლია დღეს 60,000 ბინარო არის ჰაერში დაკიდებული და ბანკები კიდევ ესე იგი გრიალებენ, რატომ? იმიტომ რომ შვილის ოპერაცია, დაკრძალვა, უბედურება, ის ყველაფერი სახლი გაყიდა, კარი გაყიდა, ყველაფერი გაყიდა ბანკში ჩადო, ხო? ეხლა მარტო მაგალითს გეტყვით, ხო? 400 მილიონი დოლარი არისო შინაგან საქმეთა სამინისტროს ისო ბიუჯეტიო, ნუ 400 მილიონი დოლარი. ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად. მე გეკითხებით, 2006 წელში მივდიოდი სახლში ჩემს მეუღლესთან ერთად. იმიტომ რომ ყოფილმა პრეზიდენტმა რაღაც ისეთები მითხრა და მე დავწერე როგორც ჟურნალისტმა და მე მინდა ჟურნალისტებმა ეს ძალიან კარგად გაიგონ. შევდივარ სადარბაზო ვერ შევედი, იმიტომ რომ მომხდა ავტომატი, რომ ვიღაცას არ მოეწონა იმის ნაამბობი, მაგრამ იმას ვერაფერი ვერ უთხრა, იმიტომ რომ ის კწანის იზის, იქა და დაცვა ყავს 200 კაცი. და მე მესროლეს. მე გეკითხებით ახლა სახელმწიფოში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ამდენი ფული.
ანუ ჩემი ბიუჯეტიდან, ხო მართალია რა, თქვენი ბიუჯეტიდან და ყველასთანიმიდან, ხო? მე ვალდებული თუ არის თუ არა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში, მე ოპერაცია უფროსოდ გამიგეთოს, რეაბილიტაცია მოყვეს ჩემი და მე შემიძლია გითხრათ რომ ის რომ ამდენი წელიწადი გამოუძიებელია დაზარალებული ვარ, რას ნიშნავს დაზარალებული რო ხარ, ხო? გამომდინარე იქიდან რომ მე ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი, კიდე მაქვს გასაკეთებელი, ჩემი სახლი ჩავდე ბანკში. რატო? ჩვენ ხომ ისედაც ვერ ვაკონტროლებთ და ვერ ვიცავთ ჩვენ სახლებს სოფუმში, რადგან ვერ ჩავდივართ მათ ფაქტობრივად და როდის ჩავალთ არ ვიცი. ერთადერთი ბერკეტი და მექანიზმი იყო ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დოკუმენტალურად მაინც ჩვენი სახელმწიფო დოკუმენტალურად ხელში მე დამაჯერდა იმას, რომ სოფუმში ამადან ისამარდეს და ეს სახლი ამადანი ფართით არის Адам Маршаниев какой-то. Да мизес разговнебия. Единственное оружие. В нынешней будущее я могу свой дом, это документ, что я там жила, что я тамошняя дома. Аргументы, официально арбитрен пасух, радом арбитрен. Официально пасух я если тебе гамоблиде, расскажи. И тира да расизаме дернибе арбивиан да галебиан саклес, усмугат. გასაგებია როგორ უჩვენებს. მე მინდა თქვენი იქნება საფუძველი, რომ იმას ახლი გამიდოს? არა, დოკუმენტი საფუძველს აქვს. ამ პასუხს ძლევიან მოგახსენებთ. ამ პასუხს ამბობენ თან არა ოფიციალურად, იმიტომ რომ ოფიციალურად ვერ დაწერენ, რატომ? კულუარულად ამბობენ და ამით ვიცომაჩერებენ ხალხს. ეს არის პრობლემა. რატომ? ყველა ხელშეკრულება, ყველა მოქმედება ნოტარიალური, ყველა ყიდვა გაყიდვის ფაქტი აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უკანონო და არა ერთ-ერთი ადამიანი, ვერც აფხაზი, ვერც სომეხი, ვერც რუსი, ვერც ქართველი, ვერც დევნილი ვერაფერს ვერ გაყიდის. ეს მე მხოლოდ უნდა მქონდეს, ეს ქაღალდი ერთი კი არა 10 წელი უნდა მქონდეს, რომ ის საქმე სოფუმში ჩემია. და მესაკუთრე მე ვარ, მაგრამ ვარ აქტივი. ოფიციალურად პასუხს ვერ გაძლევენ. ოფიციალურად. როგორ დამიწერენ, იმიტომ რომ მე მაინც ვიცი რომ პარლამენტმა არაერთხელ მიიღო კიდე კაი, კიდე კარგი ჩვენ რომ იქ ვიყავით დადგენილების სახით, კანონის სახით. ყველგან წერია, მაინც წერია რომ ყველა მოქმედება ხდება უკანონო არის უკანონო. ანუ დევნილი ადამიანი რომ აიღებს საბუთს ვერ გაყიდეს იქ ტერიტორიაზე ვერაფერს. ანუ ამავდროულად ცილს წამებენ დევნილებს. ორ მოქალაქეებზე შექმნილი განცხადება 63 წლის ვარ 63 წელი ვიყავი საქართველოს მოქალაქე და ახლა კომისიამ გამოიტანა დასკვნა რომ მე не удовлетворяю საქართველოს მოქალაქეების პარამეტრებს დამსახურება არ აქვს მე თუ დამსახურება არ აქვს 40% აქვს საქართველოს მოქალაქეებს რუსული პასპორტი ერთი რო значит ვის კანონიერი ვის არა კანონიერი მაგრამ კანონის ფარგლებში არის კანონი დაშვებული რომ ორ მოქალაქეებს გემულობს ის ვისაც ამის სურვილი აგერ მე დამწერეს ასეთი დასკვნა მოქალაქეების საკითხთა კომისიის 11 აგვისტოს ნომერ ასეთი დადგინდა რომ ვასილ კადენეცი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით მე-12 მუხლით მეორე პუნქტის გათვალისწინებით კონკავშირის ცეკას დივანი ვიყავი. პარტრაიკომის პირველი დივანი ვიყავი 12 წელიწადში. საბაჟო სისტემაში თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და საბაჟოს გენერალი ვარ. მეცნიერების ხარისხი მაქვს საბჭოთა კავშირის დაცული. ორდენ გორგოსალი მაქვს, ისეთი ფორმულირება არის, რომ შეიძლება გეროის საერთაშორისო იზრორო ყოფილება 100% ჩატარება კოლეგებო, პრობლემო. მადლობა. თვითონ თქვენთან მოგზაურობისათვის პრობლემით დღეს აქტუალური თემა იქნება და მინდა გარკვეული მადლიერების გზნობა გამოხატო ჩემი თანამოაზრისა და თანამშრომლის ბატონ გივი თალაკვაძის მიმართ დღევანდელი შეხვედრის თემის ასეთი სათაური ფორმულირებისათვის და ჩვენთან ერთად ღონისძიების ორგანიზებისათვის შეხვედრის თემა საქართველოს ოქტომბერი 2011 წელი მართლაც საინტერესოა და მას უდავოდ დიდი დატვირთვა აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, წუთიერი და სამარადშავო. პირადად მე ამ სამ კომპონენტს ასე აღვიქვამ საქართველოს როგორც უკვდავ სამშობლოს
დედამიწაზე საგანგებო მისიით, ცივილიზაციის მისიით დაბადებული ქართველთათვის. ოქტომბერს კი ორმაგად უპირველეს ყოვლისა ღვინობისთვის, ქართველებისათვის, როგორც მარადისობას და მეორე რიგში როგორც ჩავლილ და ამასთანავე მომავალთვეთ, ანუ ცვალებაც, ანუ დროებიც, მაშასადამე ოქტომბრისთვის ორმაგი დატვირთვა სამარადისო ღვინობის თეობისა და ოქტომბრისა ფოთოლჩვენისა. თავარი დღეს მე საზოგადოებაში გონია, რომ კითხვა უნდა დაიწყოს ასე. ქართული საზოგადოებისთვის. ამავე დროს იმ გამოჩენილი ინტელიგენციის ასე ყორიფებისათვის ბიძინა ივანიშვილი, დიდი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია თუ პუტინის პროექტი ბორის ივანიშვილია. აი ეს კითხვა უნდა დაიწყოს საზოგადოების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ძალიან კარგად მოიწეს ხელი მისი ქველმოქმედებით, ეხლა დუმა. ღრმა დუმილში არიან. ასევე მე პირდაპირ მინდა აკადემიის პრეზიდენტს. ბატონ თამას პირდაპირ მიმართო. ძალიან კარგი არის აკადემიური პოზა და პრეზიდენტის ღონისძიებებზე ვწდობ აკადემიურ პოზაში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ აკადემია თუ არ დაიძრა და დაიშალა, ეს ივანიშვილი ძალიან დიდი დამსახურე, იმიტომ რომ ფიზიკურად გადაარჩინა ის აკადემიკოსები ამ კაცს. ფიზიკურად. დიახ, და თუ ისინი ვეღარ იარსებებდნენ, აკადემიაც აღარ იქნებოდა. და არ შეიძლება, იცით, მაშინ როდესაც იმისი რა ქვია, ჯანდიკაშიას გადაცემაში ჯერ კიდევ იმედზე, რომ იხილებოდა აკადემიიდან ამ იმის კვლევითი ინსტიტუტების გამოყოფა და ფაქტურად აკადემიის გამოშიგნა, უფუნქციო დატოვება რა, და ის ლომაია იყო მოსული და დიდამბავში იყო. მაშინ ჩვენ აი პირადად მე ლომაიას ძალიან ცუდად დავეჯახდა და დამანგრეველი უთხარი პირდაპირ. მაშინ ბატონის იყო თენგიჩი აბრეშვილი იყო იგი მე უნივერსიტეტიდან დამანგრეველი უწოდა პირდაპირ. და ამ კაცმა მე იუპიტერების ვერ გამინახა კარგად და რომ დამთავრდა გადაცემა იმას ეგონა ვიღაცეთი ჩაღარა სათვალებიანი როგორც ეთი აკადემიაში ცხოვან კაც ხელი იკრა და სულად გახდა სასტროფები დაჭირდა ისე გამოიწია ჩემპიონი მაგრამ მე ცოტა ვახლოს ვიყავ რომ ხო არ ვიყავი იმასაკი მასურებოდა და აი მაშინ მადლობა გადაგვიხადეს იმ აკადემიკოსებმა რომ აკადემიას დაუდექით მხარში ახლა საზოგადოებას ჭირდება აკადემიის გვერდში დგომა იმიტომ რომ ქართველი კაცი და ქართული აზრი რატომღაც დღემდე მაინც ისე მოდის რომ პიროვნებებს შევცქერით რაღაც კერტავალის ცემლური აი ჯერ სიტყვა გვაქვს კაცო საოცარია ვიღაც უცხოეთის ის რაღაც ეგეთი სიტყვას უყურე ყველაფერს რას ვეწერე საუცხოო ხება რას ვეწერე ყველაფერი კარგი ვიღაცისთვის მინდა გადაკეთდა არა მეორე სიტყვა საუცხოო და გადასარევი ხო გადასარევი ამიტომ კიდევ ვიმეორე ჯერ ეს უნდა საზოგადოების პეტრა უნდა გამოხატოს თავის პოზიცია და ამ გამოჩენილმა პიროვნებებმა. როგორ უყურებენ ესენი ამ კაცს? არის თუ არა ის კაცი ღირსი, რომ იყოს საქართველოს მოქალაქე? არის თუ არა ის კაცი ღირსი, რომ მიეცეს უფლება რაღაც პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაებას და თავის ქვეყნისთვის რაღაც საციკეთო გააკეთოს? ეს ჩვენ შეიძლება პერსონიფიცირებულად მოვთხოვოთ ვიღაცებსაც და შეიძლება მთელ საზოგადოებას დავუყენოთ ეს აზრი. ვინ არის ეს კაცი? როგორ უყურებს ამას საზოგადოება? როცა ჩვენ ამას გავარკვევთ ჩემო კარგო და მე ღრმათ ვარ დარწმუნებული რომ საზოგადოება რომ ის არის ბიძინა ივანიშვილი და არა ბორის ივანიშვილი არა აი მაშინ ცოტა ხელისუფლება ცოტა სხვანაირად შეხედავს იმიტომ რა ისე დუმილია საზოგადოება ის რასაც უნდა აცხადებენ რაღაც ის ახლა მე გეტყვით ერთ მაგალითს რა ახლა ჩემთვის გენერალი ლებედი არა ვისაც ატმასნია ივანიშვილის სიმაღლა არის ვაჟკაცობის და კაცობის დასახელება აი პირველად ჩემთვის რა სამხედრო კაცი იყო, რომელმაც ყველა მისია შეასრულა ისის ვალდე გააკეთა კაცურად, ხო? ახლა შენ ჰაკინდა კაცო, ერთხელ ვიღაცას რაღაცა ფული მიცა იმ ლებედს ჯერეთი თავარი მოქმედი მირიკო ჩამოსული კოჩეტოვი, ეს ხო ყველა ვიცით. ლებედი რა შუაში იყო იქ? იყო გროდიონოვი. ხო? ის ლებედი და იმ ლებედთან, ახლა მეორე მომენტია, თუ იმ ლებედმა რომ გახდა ხო, ტრასოიარსკის გუბერნატორი რომ გახდა და თუ ის ნიკენისა და რაღაცების საბადოები ისა ხო მომპოვებელი წაართვა და აიძულა იმის თავარი ვიცი ყო დაფუძნებელი 80% ვისაც ხონდა რა უყურეთ ვერც ივანიშვილს შეუქმნა კარგი ისა იმანაც გაყიდა თავისი აქტივები და მიაყიდა ვიღაცას ახლა თუ 500 მილიონად იყიდა 2 მილიარდ ნახევრად გაყიდა ეს მისი შპიარეზია მის გერგილიანობაზეა კიდევ ერთხელ ხალხასასწრაფო ამიტომ ჩვენი საზოგადოებას უნდა აუხსნათ ვისაც ეს ხელგვეწიფება და ვისაც რაღაცა შეგვიძლია საზოგადოებას ვესაუბროთ. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის უპირველესი მოვალეობა. დღეს თუ ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუჩინოთ, მე კიდევ გეუბნები.
ეს ისე დამთავრება თუ ესე დამთავრდება ერთი რაღაც ყოველთვის იქნება ეკონომისტების გზანდები, ფილოსოფოსების გზანდები და ჭკვიანი საზოგადოება ყველა ვარიანტი იქებს. თორე ხელისუფლებაც იძულებული გახდა მან კონკურენციის პერიოდში რაღაცეებს ცოტა ხელი მოუშვას, აღარ მოუჭირო ძალიან, იქ რაღაცა გულავამ 5 ლარიანი ისეთი დაარიგა, ეს რაღაცა 45-დან 60-მდე რაღაცები გაიჩალიჩეს, ის რაღაცები. საზოგადოება კარგად თუ კონკურენცია შეიძლება თუ თავის თავს დააყენებს გათქმა ამიტომ ჩვენ საზოგადოება თუნდაც იგივე ჩვენი პირადი ინტერესიდან გამომდინარე აი ამ კაცებს თუნდაც ხელი შეუწყოთ რომ თავობიდან რაც შეიძლება მეტი წამოვიღოთ სანამ ესენი არიან